ხალტუბოში დევნილებისათვის ახალი კოტეჯები აშენდა. კომპაქტურ ჩასახლებაში 150-მდე დევნილს ახლად აშენებული კოტეჯები გადაეცა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის თქმით 35 კოტეჯი შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით აშენდა. დევნილთა სამინისტრომ კი კოტეჯები საკანალიზაციო სისტემით და გარე კომუნიკაციით უზრუნველყო, რისთვისაც 100,000 ლარი სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო. მისი თქმით იგეგმება კიდევ 2 ობიექტის გახსნა 66 ოჯახისათვის. ჩვენ გავიარეთ რთული მოსამზადებელი პერიოდი და შევდივართ ახლა იმ წიგნში, როდესაც პრაქტიკულად ყოველ თვეში ჩვენ გვექნება ახალი ობიექტების გახსნის ცერემონიალი და გადაცემა დევნილებისათვის. I came here in 2011. პირველად ამ დასახლებაში ჩამოვედი 2011 წელს და ვნახე ძველი ხის სახლები, პირობები, სადაც ცხოვრობდნენ დევნილები. ეს ადამიანები ამ გაუსაძლის პირობებში თითქმის 20 წელია ცხოვრობენ. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავხმარებოდით აქ დასახლებულ დევნილებს. საქართველოს მთავრობასთან ჩვენი თანამშრომლობა შედგა და საბოლოოდ მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ 35 ოჯახი ცხოვრობს ღირსეულ პირობებში. Proper houses. ჩასახლებაში დევნილები დღემდე ხის კოტეჯებში ცხოვრობდნენ, რომლებიც დროთა განმავლობაში დაძველდა და რამდენიმე მათგანი ჩამოინგრა კიდეც. პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად განხორციელდა.